მედვედევმა სამხრეთ ოსეთის ანექსიასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა, სამხრეთ ოსეთში ხელმძღვანელობის ცვლილება არ ნიშნავს რუსეთის მიერ შესაძლო ანექსიას. ჟურნალისტის კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა იმის თქმა, რომ ოკუპირებულ რეგიონში დე-ფაქტო ხელმძღვანელობის ცვლილება მიუთითებს რეგიონის ანექსირებაზე რუსეთის მხრიდან. პესკოვმა უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია. განმეორებით კითხვაზე კიდევ უფრო მკაცრად უპასუხა, არა და წერტილი. არდა ნაწილ ადამიანებს უნდოდათ აუცილებლად წარმოეჩინათ, რომ რახან ესე იგი გაგლოვი მოხსნეს და გადაიყვანეს სხვაგანად და ნიშნავენ კამბოლოვს, მარად კამბოლოვს, რომელიც კურჩატოვის ინსტიტუტის თანამშრომელია და პალოევის და გერგიევის ძალიან ახლო ადამიანია. ეს ნიშნავს ამას. თუმცა მე ოსებთან მქონდა კომუნიკაცია და ოსება მითხრეს, რომ სასტიკი კორუფცია იყო ცხინვალში, ფული რაც გამოდიოდა. ხო, ეხლა უარესი ყოფილა ბანდიტიზმი, ფულის და ფაქტიურად გათიშული იყო რა ცხინვალი საერთოდ. ცალკე იყო ხელისუფლება და ცალკე იყო ბანდიტიზმი და ცალკე იყო კორუფცია. და ამიტომ შეცვალეს და ვნახოთ ეხლა ეს რას გამოიწვევს შენი აზრით რატომ გადაწყვიტეს რომ ესეთი მეცნიერი დაენიშნათ უკვე ხელისუფლებაში რომ ფული არ მოიპაროს? ნუ ხო, ალბათ სავარაუდოდ რომ იმიტომ რომ იქიდან ჯერ სუბსიდიას ხოვს სამხრეთ ოსეთი. ხო, და იმ სუბსიდიას იპარავდნენ, ხალხამდე არ მედიოდა არაფერი. არის ხალხამდე, კი, კოკოიდის მაგიტომ მოაშორეს თავის დროზე და იმის მერე ყველა შესაძლოა რომ ეს ახალი ხელმძღვანელობა საქართველოს მიმართ უფრო პოზიტიურად იყოს განწყობილი და უფრო რაღაცა თავისუფალი ეკონომიკური ზონები ჩამოყალიბდეს, უფრო რაღაცა მე გაგახსენებ, რომ სანამ სააკაშვილი მოვიდოდა, მანამდე ერგენეთის ბაზრობა მთლიანად ამთლიანებდა ოსებს და ქართველებს. ხან ქართველები მიდიოდნენ ოსებთან ოჯახში კეიფობდნენ, ხან ოსები მოდიოდნენ ქართველებთან კეიფობდნენ. მოკლედ ერთი სიტყვით კონფლიქტი მოგვარებული იყო ერგენეთის ბაზრობის გამო. შესაძლოა რომ ეს კამბოლოვი გახდეს ამისი ინიციატორი? რა თქმა უნდა რუსეთის კი ბატონო, ხო, მწვანე შუბი. კი ბატონო